კომენტარებში დამიწერეთ რა სახელები გახსენდებათ გოგოს თუ ბიჭის დილასოზე. მე მგონი გოგოში ბევრი არ არის. ვიღებთ 5 მმ-იან ძუას, 0.5 მმ-იან ძუას, გვჭირდება 8 მმ-იანი მძივები. აი ასეთი ყუნწი ბრელოკისთვის და ასევე დაგვჭირდება რაიმე ძალიან წვრილი მძივები ან ბისერები, მაგალითად აი ასეთი. ან შეიძლება ისევ მარგალიტები იყოს, ოღონდ ძალიან წვრილი. დაახლოებით 1 მეტრის რაოდენობის ძუას ავიღოთ და ძუაზე ავასხათ 4 ცალი მარგალიტი. ამ მეოთხე მარგალიტში მეორე ბოლო გამოვუყაროთ ჯვარედინად. აი ასე. 6 რომბი უნდა გავაკეთოთ სიგრძეში, მე-6-ზე კი მოვტრიალდეთ. აქეთ მხარეს ამის დავადებ, აი ესე რომ არ გამიჭირდეს. ავიღებ მარჯვენა ძუას, გამეხლართ. და მარჯვენაზე ავიღებ ჩვეულებრივ როგორც ვაკეთებთ ხოლმე რომბებს 1-ს, მერე მარცხენაზე ავიღებთ 2 ცალს. მეორეში უკან გამოვატაროთ და ყურში ამოვატაროთ მარჯვენა მხარე. ამას უკვე ვაკეთებთ მყარი ქსოვის ტექნიკით. ყულფების ტექნიკით. დავაფიქსიროთ. ეს 2. მესამეც. სამი. 4. 5. ახლა მხოლოდ მარცხნივ ავიღოთ 3 მარგალიტი. ახლა გავაკეთოთ კიდევ 1 რომბი, აი აქ მარჯვნივ ავიღოთ 1. მარცხნივ 2. შემდეგ აქეთ მარცხნივ ავიღოთ 2 ცალი მხოლოდ. აი ეს თვალი არის მხოლოდ 3-იანი. შემდეგ ისევ ვაკეთებთ 4-იანს. მარჯვნივ ავიღებთ 1-ს. მარცხნივ 2-ს. შემდეგ ისევ მარცხნივ მხოლოდ 2.
4 3 4 3 ახლა ისევ 4-ის ჯერია მარჯვნივ 1 მარცხნივ 2 ისევ 4-ის ჯერია მარჯვნივ 1 მარცხნივ 2 არა სწორად გავათანაბრეთ ზოები და ეხლა მარჯვენა უფრო გრძელია ვიდრე მარცხენა მედია მეყვა ნახეთ 4 3 4 3 4 4 ახლა ისევ 3 მარცხნივ ავიღოთ 2 ეხლა ისევ 4-ის ჯერია 1 აქეთ 2 ახლა ისევ 3 მარცხნივ ავიღოთ 2 და ახლა შევაერთოთ რომ გამოვიდეს მთლიანობაში 4 ანუ 2 უნდა ავიღოთ მარჯვნივ ავიღებ 1 შემდეგ ისევ ამ მარჯვენას გავუყრე აი აქეთ და ისევ ამ მარჯვენაზევე ავიღებთ კიდევ 1 და აი ესე შეიკრება 4 და ახლა გავკვანძოთ ეს ორი ძუა ერთმანეთზე რო შეიკრება ორივე მხარე ერთმანეთზე რო მიმაგრდება უფრო მეტად გასწორდება და უფრო კარგი აღსაქმელი იქნება კვანძი გვაქვს ახლა აქ და აი აქეთ მარგალეთში დავმალოთ გავატაროთ რამდენიმე მეზობელში ეს გავაკეთოთ მეორეც. გავაკეთე თითქმის მეორე დც. აი ეს ბოლო რომბი დამრჩა და ბარემ ძუას აღარ მოვჭრი და ისე გადავაბად. ანუ ეხა მარჯვნივ ავიღებ ერთ ცალს. ცოტა გრძელი ძუა ავიღე რომ ბარემ გადასაბმელათაც მიიღოს. მერე აი აქ გავატაროთ. შემდეგ ისევ ავიღოთ 1 და ყოლფი გავაკეთოთ. ამოვატაროთ მეორე ბოლო. და დავაფიქსიროთ. ასე ხო გავაკეთეთ. და ახლა ავიღოთ ეს მეორე მხარე. და აი ასე უნდა
გავაგეროთ ერთმანეთზე. ახლა ხომ ხედავთ ძუ არის ამ მარგალიტში ზემოთ და ქვემოთ, ამ ქვედას ავიღებ და აქეთ შესაბამის მარგალიტში გავუყრი. ოღონდ ჯერ ამ მარჯვენა ძუაზე, ქვედა ძუაზე ავიღებთ ჯერ ერთ მარგალიტს და შემდეგ გავუყრით აი აქ. და ნახეთ რას ვიღებთ? 3 მარგალიტს ადგილზე და რომბისთვის ერთი გვაკლია. აი ეგ. ახლა უნდა გავაგრძელოთ მთლიანად გარშემო თითო მარგალიტის დამატებით, ნებისმიერ მარჯვენა მარცხენა ძუაზე. ახლა მარჯვნივ ავიღებ ერთ ცალს და ისევ ყულფებით გავაკეთოთ, აი ესე უკან გამოვუყაროთ და მოვატაროთ მეორე მხარე. ნახეთ, კვანძიც კარგად დავაფიქსიროთ. აი, ერთგან უკვე შევკარი. ახლა ნენელა უნდა ავიდეთ ზემოთ. მარჯვენა ძუას ვატარებთ მარჯვნივ, მარცხენა ძუას ვატარებთ მარცხნივ და ვამატებთ თითო მარგალიტს. რომელი ძუაც შეგრჩებათ ხელში, იქვე აიღეთ ეს ერთი მარგალიტი. ესეც მეორე, ახლა კიდე გავაგრძელოთ. ასეთ შემთხვევაში რთული არის, იცით რა? ამას ხო ესე ბოლომდე შემოვაკერებთ და მერე შიდა მხარეც უნდა დავაკეროთ. ანუ ერთხელ უნდა გავკვანძოთ და მერე კიდე თავიდან ავიღოთ ძუა შიდა მხარეს დასაკერებლად. ეს კვანძი შუაში რომ დავაფიქსიროთ, არ დაგავიწყდეთ. აქ ახლა აღარ არის დასამატებელი, მაგრამ ამ ორთან არ არის ეს შეერთებული არ არის ძუები, არ არის აქ გაყრილი და უნდა გავატაროთ მაინც მარჯვენა, მარცხენა. ჯვარედინა თამაში გავატაროთ. ვინაიდან ძუის სიგრძე დამრჩა იმდენი, რომ ამას გარშემო შემოვუაროთ შიდა მხრიდანაც, ვეცდები, რომ აი მაგალითად ორივე ძუა მოვახვედრო აი ამ მარგალიტში, რა თქმა უნდა გავუყვეთ პატერნს. მაგალითად ამას გავატარებ ჯერ აქეთ, შემდეგ აქეთ. ისე გავაკეთოთ, რომ მოჭრის და ახალი ძუის დამატების გარეშე გადავიდეთ შიდა მხარეზე რა. ნახეთ,
ეს ძუა უკვე აღმოჩნდა აქ და აი ეს მეორე ძუა. უნდა მოვახერხოთ, რომ ამ მარგალიტში მეორე მხრიდან აღმოჩნდეს, ანუ მარცხნიდან მარჯვენა გადიოდეს. აი ასე წამოვალ, აი ასე, შემდეგ აქ და აი აქ. ნახეთ. თუ საკმარისი ძუის სიგრძე არ გაქვთ, უბრალოდ უნდა გაკვანძოთ ეს უკვე და შიდა მხრისთვის ახალი ძუით დაიწყოთ. აი, აქ მოვედი, აქაც გავატარებ და აქაც მოხდება ეს ძუები ჯვარედინად და ახლა რა ხდება? შიდა მხარეზეც აი მარცხენა ძუას ავიღებ, მარცხენა ძუაზე ერთ ცალს დავამატებ ჯერ და შემდეგ გავუყრეთ ამის პარალელურ შესაბამის მარგალიტში, აი აქეთ. ჯერ ერთი ავიღოთ აქ. ნახეთ, აი აქ შიგნით ჩაჯდება ეს ერთი და როგორც გითხარით, აი აქეთ მხარეს. აი აქედან გამოვუყრე ჯერ და უკეთესად დაგანახებთ. აი ნახეთ. აი აქ უნდა გაიყაროს. იგივე მარგალიტში სარკისებურად. და ახლა როგორც წეღან გარეთ ამ მხრიდან ვაკეთებდით, ძუები არის, აი ერთი აქეთ პარალელურად ერთ და იგივე მარგალიტში. ერთი მარჯვენა მხარეს, ერთი მარცხენა მხარეს და თითო-თითოს დამატებით უნდა ავიდეთ და ესე ბოლომდე შემოვუაროთ. შესაბამისად, ერთს რომ დავამატებთ, მერე ზედა მარგალიტებში გავუყრეთ მარჯვენას მარჯვნივ, მარცხენას მარცხნივ და გავაგრძელებთ. აი ნახეთ, ახლა ავიღოთ ერთი ცალი. ისევ ჯვარედინი ქსოვით გავაკეთებ. ჯვარედინი არა, მყარი ქსოვით. და აქ უნდა ამოვატაროთ მეორე მხარე. აი, უკან გავუყრი, რომ გაქაჩვა ადვილი იყოს. აი ასე. დავაფიქსიროთ კვანძი. ერთი უკვე მზად არის. შემდეგ მარჯვენა ძუას მარჯვნივ გავუყრით, მარცხენა ძუას მარცხნივ გავუყრით და ისევ ერთს დავამატებთ. მედი მაქვს თვალსაჩინო იყო. კარგად ჩანდა. ეს ალბათ უფრო და მეტ დროს წაიღებს, ვიდრე გარედან შემოგერება წაიღო. მაგრამ იდეაში უფრო ცოტა მარგალიტის დამატება გვიწევს. მეორეც დავამატე, ერთი მზად არის, მეორე მზად არის, ახლა გავაგრძელოთ ისევ. ой, კვანძი არ დამემალე, კარგად ნახეთ. დაფიქსირდა. მარჯვენა ძუა მარჯვნივ გავატაროთ, მარცხენა ძუა მარცხნივ გავატაროთ და ისევ ერთი დავამატოთ ბოლომდე, როგორც გითხარით და შეიკრას აქეთ მხარესაც. და ნახეთ ნენელა როგორ იკრება ეს ჩვენი დ თავიდან რას გავდა, არაფერს არ გავდა და ეხლა უკვე მართლა დაემსგავსა დს. ბოლოში გავედით თითქმის. გავედი ბოლოში. დამატება აღარ გჭირდება არაფრის, უბრალოდ აი ამ მარგალიტში ჯვარედინად გავატარებ და შემდეგ ან იყოს არ გვინდა ჯვარედინად იდეაში. მარტო მარჯვენას გავატარებ, მარჯვნიდან მარცხნივ და შემდეგ უკვე გამოდის რომ ერთად არის ეს ორი ძუა და გავკვანძოთ. მოვჭრათ ზედმეტი სიგრძე. ხოლო იმდენამდე მოჭერით, რომ კვანძის გაკეთება ადვილი იყოს, ესე რომ ხელები კარგად მოსდოთ და გაქაჩოთ.
ძალიან მოკლედ. არ მოჭრათ. მე რაღაცების დახმარება მოგიწევთ. ამას ისევ დავმალავ, აი შიდა მარგალიტში უკან გავატარებ, მოკლედ რომელ მარგალიტშიც გინდათ რომ დავმალოთ, იქიდან გავატაროთ და გაგაჩვით მხარეს. უკვე დაიმალა კვანძი და ახლა გავატაროთ რამდენიმე მეზობელ მარგალიტში, სადაც გავა და მე მოვჭრათ უკვე სამგან გატარებაც საკმარისია. მოკლედ გამოდის, რომ სულ ორჯერ ავიღეთ ძუა. ერთხელ პირველი D-ს ფორმის გაკეთებისას, ერთი მხარის გაკეთებისას გავკვანძეთ და შემდეგ უნდა ავიღოთ, რა ვიცი, დაახლოებით ორჯერ მეტი სიგრძის, ან ცოტა მეტი კიდევ ძუა, გავაკეთოთ ისევ მეორე D-ს ფორმა და შემდეგ უკვე იმავე ძუიდან არ მოვჭრით და იმავე ძუაზე დავიწყებთ შემოკერებას, როგორც იყო ვიდეოში ნაჩვენები. მედია კარგად. უკვე გავიდით ბოლოში, მზად არის D. ყუნწს გავუკეთებთ რისთვისაც გვინდა, მაგალითად ასეთი ბრელოკის საკიც გავუკეთებთ, თუ ბრელოკად გვინდა, ან ჩანთაზე, ან გასაღებზე ან სადმე, შეგვიძლია უბრალოდ თოგი გამოვაბათ, არ ვიცი, მანქანის სარკესთან თუ გვინდა რომ დავკიდოთ. მე გავუკეთებ ასეთ საკიც და აი აქ წვეტზე ისევ ავიღებ ძუას, პატარა ძუა ავიღოთ და როგორც განახეთ დასაწყისში ამ წვრილ მარგალიტებს დავიხმარებ და გავაკეთებ პატარა ყუნწს. აი აქ გავუყაროთ ძუა. და შემდეგ მარჯვნივ ავიღოთ ასეთი წვრილი მარგალიტები ან ბისერები. აი მე როგორი წვრილია. ეხლა მე ამაზე წვრილი მარგალიტები არ მაქვს, ამიტომ ვიღებ ასეთ ბისერებს. დაახლოებით რამდენია 1 2 3 4 5 6 7 8. მოდი კიდე ორი ცალი ავიღოთ. 9 თქვენთვის სასურველ სიგრძეზე. შემდეგ უკვე ამას გავუყრე და ისევ კიდევ 10 ცალს ავიღებ. სამი, 4. სუქსერთ რა გასაყრელი. 5, 6, 7. 8, 9. აი ნახეთ. მგონი ეს ძალიან გრძელია და არც ძალიან მოკლე ეს ყუნწი. უფრო ნაკლებიც შეიძლება იდეაში. მაგრამ ახლა ნახეთ. სადაც დავასრულეთ ეს გაყრა, იმ ძუას გავატარებთ აი ამ Z-ზე მარგალიტში უკან. და ესეთი რაღაცა გამოგვივა. ამას უკვე დავანებოთ თავი და ეს ძუები გავატაროთ მარჯვენა მარჯვნივ, მარცხენა მარცხნივ, აი აქ. ნახეთ, ასე გვაქვს ახლა ჩვენ ძუები და ერთ-ერთი გამოვატაროთ აი აქეთ და შევახვედროთ ძუები ერთმანეთს და გადავკვანძოთ. კვანძით დავმალე, მეზობელ მარგალიტებში გავუყაროთ.
შემდეგი ასოს დამზადებას გეგმა L-ს, რომელიც შეიძლება D-სთან შედარებით უფრო მარტივია. ამ ასომდე ალბათ სხვა ტუტორიალს იხილავთ არხზე დიადემას სავარაუდოდ. მიიღეთ? მადლობა რომ მიყურეთ და წარმატებებს გისურვებთ.